გამოდივართ შემოტყვილება და საყვალება ყებერხეთ. მოგესალმებით დეპრესიული გაზაფხულიდან. დეპრესიული იმიტომ არის რომ გაზაფხული თითქოს არის კალენდრულად, მაგრამ ანკარია. ეხლა საღამოთა და საერთოდ იყო ხარმა, მაგრამ ისეთი იყო გუშინ, ისეთი იყო. ანწვიმს. ანუ ანკარია ანწვიმს, ხო ხვდებით? რაღაც შუალედური კარგი ამინდები არ არსებობდა, არ გვაღირსეს. ნუ, ამიტომ არის დეპრესიული გაზაფხული. არა და ძალიან მინდოდა რომ ამინდები ყოფილიყო და ვლოგები გადამეღო, მაგრამ არც ერთი გამოდიოდა, არც მეორე. საფრთხიდან ვერ გადავიღებ შიგნით, იმიტომ რომ ბებია ჩემი ისეთ ხმაზე უსმენს ტელევიზორს, რომ საერთოდ მეზობლებმა ჯობია ეკონომია გააკეთონ, მაინც ეხარჯებენ ელექტროენერგიას. რო ვიცოდე, გარეთ გამოვიდნენ და იმ ხელა ხმაზე ბებია ჩემი მაინც იმ ხელა ხმაზე უსმენს ამ ტელევიზორს, თავისუფლად გაიგონებენ. ანუ თელ სამეზობლოს ესმის. მაგრამ ხო იცი ხა ასაკი რაღაც ხო და სიზან სასაცილოა, მაგრამ მართლა აი დილით ეგ ტელევიზორი მაგვიძებს და ის შეკრნება მაგ რომ თახში სატოლში მიდევს ეგ ტელევიზორი, მაგრამ რა ვიღამთ აი ექსტი ისინი ეს ნერგები რომელიც ბაბუა ჩემმა დაარგო ეს როდის იქ აი ეს როდის მოისხამს მე არ ვიცი რამდენიმე კი ისხამს უკვე მაგრამ ესენი pay ხუების ისა plantation აი აქ ხოდა მოკლედ თბილისში მინდა წასვლა მაგრამ არ მეღირსა ეხლა ვაპირებდი მაგრამ გურიკა გამექცა ხოდა აი ქარი ხოდა ვერ მოახერხებ ის მინდოდა კიდე რომ ეყიდა სერავეს დამატენიანებელი კრემი ხოდა 89 ლარი თუ რაღაცა ღირდა აბერში მე არ ვიცი მაგას მიწევს ანუ 99 ლარიანი რა დამატენიანებელია ამნაირი 99 ლარი რო ღირდა ანუ სერავესი კი ამარა ისეთი ხა მაინც არაფერი ნაინც პროსტო დამატენიანებელია რატომ უნდა ღირდეს დამატენიანებელი კრემი 99 ლარი თუ ვინმე მეტყვის თითქმის 100 ლარი ისე გამოვედი იმ აბერშის მაღაზიიდან რომ რა ვიცი არ შემიძლია ამაზე ვკურნალობ და ისე თუ ასე ვარ ისეთი ვაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს ჩემ კურნალობის პროცესი და რო დავამთავრებ და რომ ეკნება შედეგი თუ მეკნამ მე გაგიზიარებთ მანამდე არა წინა ის რო არ გამომივიდეს წინა საინად თქვა მეკიტო ხო და რა ვიცი ჯერ კიდევ ისე ვართ ესეა ესე გამოიყურება ისა წინა სარი ახალი პლანტაცია ახალი ნერგები რაც არის ინდი არის ხამს ნუ რამდენიმე ისხამს აი აქ არის 1 2 ეს ნახე რამ ხელა ფეიხოა ეს არის ფეიხოა ეს რა ყვავილდება მე ნახე თქვენ რომაზე ეს არის ანუ არ დაიჯერებთ მაგრამ ხო ეს გიგანტური კიდე გარედან ასე უკვე ჩანს ახლოს რო უახლოვდები კადრში არ ჩანს ეს არის ფეიხოა მთლიანად ხო და წარმოვიდგინეთ ეს რა სისხამს არ წარმოვიდგინოთ აი თუ გიყვართ ვაში დაწარმოიდგინოთ ხო და ესენი კიდე პაწოვებია აი იქით კიდე უფრო პაწოვებია და ესენი ჯერ არ ისხამენ რა ესენი მოისხამენ და იქით არის კიდე ჩანს აი ეგ სულ დიდები ესენი кайხანი უკვე ისხამენ ხო და კიდევ ფეიხუას მე კიდე ჯემებს და რაღაცებს ვაკეთებთ მოკლედ რაც არ გვაკლია ფეიხუა მე ძალიან მიყვარს ან სარგებლოს ხოთა შორის არის უკვე ძველი ხეები ძველი რა უკვე დიდი ხეები რომლებიც ისხამენ აქეთაც არის აი კეთჩემი ნამთხევლები მომყვებია მაგრამ კიდევ აქაც იყო მაგრამ ერთხელ ძლიერმა ხარმა გადატეხა და ეხლა აღარ არის აი აქ აქაც იყო კიდე ხო და ესე ამასაც იტოტები ქონდა ამ ჩამოტყდა არ შემშვიდ ძაღლი ძაღლი ეს მის ჩემი ის მოსეს ყველა ჩემი რა მიჭირდა კედობლისაზე შაფერებდა გადასვლა და ისე დავუხვირე რა გამობრუნდა აგეთ მე ამ ხელად მოისხავა რა აი მე ფეხი ჩამივარდა ისე რა გაჩვენებთ უფრო რომ მოისხა უფრო ლამაზი იქნებოდა
ვიჩემად ბაბოჩემად გაისა დაიწყეს კომენტის დამუშავება ბოსტონში. გაჩვენებთ. ეს რაღაც არ მომწონს, მაგრამ it's okay. აი ჩემ ფისოც გამოჩნდა ჩემ ხმის გაგონება. ფისო! დედი სად ხარ? მოდი. ნუ აი სად ყოფილა. წადი. გაჭამო? წადი გაიქეცი. გაიქეცი საჭმელს მოგიტან, გაიქეცი. გუშინ წინ თავიდან ერთი უცნაურობა. რომელსაც ხა გაგანდობთ. გუშინ წინ ან წვიმა სანამ იყო მანამდე ასე რაღაცა ვქენი. წვიმა ქრომ არაფერი არ გამოვა მაგისგან, მაგრამ მაინც მოგიყვებით რა ვქენი. ანუ აქ ბაბუამ საყვავილი დაბარა და დათუხნა. ცუდად მე მივედი და რამდენიმე ყვავილის, ანუ მინდურის ყვავილის თესლები მქონდა და ავიღე ეგ თესლები და პირდაპირ დავაყარე ზემოდან ამ მიწას. ოღონდ მე რო დავაყარე, მაშინ ცოტა უფრო კარგად გამოიყურებოდა ეს მიწა. ახალი დაბარული და ის იყო. მე ერთი დღე კარგად დააწვიმა ამ თესლებს ხო და ეხა კაი ამინდებია 1-3 დღეა და როგორ ფიქრობთ, ამოვა ეს თესლები თუ ყველად მაგ იმედი. უბრალოდ ზევიდან დავაყარე, არაფერი არ მიქნია მეტი. ანუ მიწაში ჩოყარე ესე. დავყარე მთლიანად შერეული მინდურის ყვავილების თესლები და ან ამოვა, ან არა, მაგრამ რაღაც მგონია რომ არაფერი არ ამოვა. მაგრამ მაინც დაველოდები, იმიტომ რომ 2-3 დღეა ჯერ მხოლოდ რაც დავყარე. აი აქ. ხო. ამინდი. და აკავრობა. ქრობა საფხულში პრობლემაზია ვარ, მაგრამ ხედი იქით მთებიც მოჩანს, აი. და რამე. სერა. აი ეს ლურჯი ცა მიყვარს. კამერაში უფრო მუქი ჩანს ეს ცა. რეალურად ფრღია. ხო. ფრღია რეალურად. აი ეს რისთვის არის უკვე იცით მე მგონი, ხო? ძაღლებისგან ძაღლის დასაცავად. ეს რა კაი შეღებილია მაინც უკვე გაცვივდა. ხო, ეს ეგეთ მიწის დამშვება დაიწყეს. ნუ ვაიმე რა ქარია. მე მგონი ჩემი ოთახიდან დიხანი არ გადამეღია და ნახეთ ეს ზარო შემოდის რა ლამაზია უკან. ხოდა ფანჯარა კი არა, თარგე. გაწმენდილია მე მგონი იშვიათად ხდება ინձე რომ ვიდეოს ვიღებ და არა კარგი გაწმენდილი კაც არ არის. არ და წმინდა მაგრამ რაღაც მერად მაინც იმჭორება და რაღაცა ხოლმე და რატომ იმართება ეგ ამ სარკევს ვერ ხვდები. პირა. ხოდა ქორობასაც გაჩვენებთ ბარემ მილაგებულს. ეს ამონება ღიად არა ხოლმე. არ დაგიბალავთ და ქორობა მილაგებული რო იყოს. ესე გამოიყურება. რეალობად. მაგრამ არა. ზოგჯერ უმეტესად არეულია ხოლმე. ხო. ყველაზე მეტი რა მიყვარს, ხა აი აქედან ხომ მიხვდებით რომ ეს არის ფანქრები და პომადები. ჩემი სისუსტე. ხო, და სუნამოები, იმიტომ რომ just I'm obsessed. სუნამოებით. ეს ხა ყველაზე ტკბილი და ეს არა ეს ყველაზე ტკბილია. ეს უფრო ნეიტრალურია. ნინა რჩაის რეკლამა თუ იცით ის გოგო რო რუსლანობა ანუ რომ მოკვდა. გეცოდინებათ ის გოგო. აი მაგის სუნამო აი ძალიან დიდი ხარი მინდოდა და მაჩუქეს წელს ახალ წელს. ხოდა ეს აკიდე. ეს არის აი მეტდა. აი მე ამის გახსნა. ეს არის ფუნდების ნაკრები, რომელიც ეჩმა გამომიგზავნა აი ესე. ხო, მაგრამ ჯერ არ გამომიყენებია. ჯერ არ და ძალიან მომწონს თან კაი ფერია, მაგრამ ვფიქრობ ეს თბილისში რო გადავალე ხა მალე იმენი მოგმეხსება. მე გავუმადგება, მაგრამ ჯერჯერობით რა ვიცი. ველოდები იმ ბედნიერ დღეს მალე დადგება. არა უკვე მალე დადგება მართლა, მაგრამ აი და მეგონა რომ ეს უფრო ადვილი საქმე იქნებოდა. მაგრამ სინამდვილეში რამდენი რამე ჭირდება თურმე გადასვლას. მitwaites შენებარის რა ყიდულობ. ურდათ ახალ შენებულში. ანუ შენებარი იყო რომ ვიყიდეთ. ხო, მე სამაგიოთ კაი ვიდეოები კი მექნება რაღაცები. ბებია ჩემი ტელევიზორის ხმას სად დავემალო არ ვიცი. ეს ხანტელები. ამას მე 1 კილოა. სუბიქი სხვათა შორის. მე არ ვარჯიშობ ამითი. I'm not such a tough girl. ხოდა აი უმეტესად პრობლემა ის არის ხოლმე თუ რატო არ ვდებ ვიდეოებში და
არ არის არაფერი გადასაღები, არ ვიცი რა გადავიღო. სულ იმედი მაქვს რომ რაღაცა საინტერესო მოხდება რომ გადავიღო. სადმე წავალ რომ გადავიღო. რაღაც ველოდები ხოლმე ყოველთვის რომ გადავიღო, მაგრამ ეს რაღაც არადროს არ მოხდება. ხო. ხო და ამიტომაც არ ვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად მთლიანად ვფიქრობ მოსაწვინია, სულ ახლა ერთი და იგივე რაღაცა ჩემს ოთახში სად რადევს უკვე ზეპირად იცით იმენჯერმა გადაღებული ერთი და იგივე ადგილიდან ვიდეოები და მე რაღაცნაირად გრძნობ ხოლმე თავს იმიტომ არ ვიღებ რეალურად თორე რაღაცა და რაღაცა კი არა ხო და ეგ არის ხოლმე მიზეზები რატო არა ეგ არის მიზეზი რატომ თავჩან ხოლმე შეათ მაგრამ არ ვიცი იმედი მაქვს რომ საინტერესო მოხდება რა ვიცი რა ეს უნდა მოხდეს მაგრამ არ ხდება ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის ხოლმე როგორც წესი ის ან ცუდია რაღაც ცოტა გეგმა უნდა მე ისი რომ არ ხდება და რაღაცა ხო და ეხა ერთ-ერთი რაც მაბედნიერებს არის რომ კონტენტი მოსმა გადასაღებული მოცა თბილისში წასვლა და იქ არაჯერ რემონტის ამბები და რაღაცეები და მე იმედი მაქვს რომ ეგ კონტენტი მექნება და მეღირსება გადასაღებად და ანუ ისე არ მოხდება რომ უბრალოდ გარემონტებულში გადავალთ მე უკვე რაღაც ანუ გადასვლას და ტურს და რაღაცებს კი გადავიღებ ამ საფულს მაგრამ რაღაცა ის სულ მომწონს ხოლმე რომ ეს ბლოგერები რო იღებდნენ რომ აი ეს რემონტი ჩემს ახალ ბინაში ავეჯის ყიდვას მაინც გადავიღებ ფოტოები იმიტომ რომ ჯემსაღები იქნება რაღაცები ხო და აი რაღაცის მოვაწყოთ და მოვაწყოსაც გადავიღებ ვინ მოაწყობს ხო და რაღაცები მაგრამ აი ეს ახალი რემონტს ვაკეთებენ და რაღაცებს ყველაფერს იღებენ ხოლმე რამდენი მასალა რამდენი საინტერესო რაღაცა იქნებოდა რამდენი ვიდეო გამოვიდოდა მაგრამ არ ვიცი ეგრე გამოვა თუ არა იმიტომ რომ შეიძლება იქ როს რამ გარემონტებენ მე აქ ვიქნები ალბათ არ ვიცი ზუსტად ეგ როგორ იქნება ხო და მაგრამ მანამდე მაინც მომიწევს წასვლა იმიტომ რომ გასახებებს გადმოწევაზე და თან მაგ დროს ბინასაც გაჩვენებთ აუცილებლად იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ და გაინტერესებთ იმიტომ რომ თქვენ მეც არ მაინტერესებთ და არ მინახია ანუ კი მაგ ნანახი მაგრამ ესე არ ვყოფილ ვარ უბრალოდ დეიდა ჩემი იყო სული ხო და დეიდა ჩემი ნახა და ვიდეოები გამომიგზავნეს მაგრამ სად ვიდეოებს დრო ნახავ და სად შეიძლება დრო ნახავ რამდენიც ვიყავ თბილისში მაგრამ თბილისში მაინც თითქმის არ დავდივარ ჰოი სამართლობა მაგრამ რას იცავთ ვიზა თბილისში ცხოვრობს არასდროს არც არია ხოლმე შეთვის იმიტომ რომ ყველა მუშაობს და რაღაცა მაგრამ ეხლა მე აი ეს რა კარგად მოჩანს ახლა ამ ვიდეოში რა кай ფერია მაგრამ ახლა ბინაში ყველაფერი იმედი მაქვს რომ ნეიტრალური იქნება იმიტომ რომ ასეთი ჭაჭყალა ფერები ეს უბრალოდ ბიბია ჩემის გემოვნება ყველა ოთახი სხვადასხვა ფერია ჩვენ სახში აქ ეს არის ცისფერი ოთახით მაგრამ ცისფერიც არ არის რაოფერია ვერ გაიგებ ჩემი არის ვარდისფერი ოთახი მე იასამნისფერი ოთახი თეთრი ოთახი და ოქროსფერი ოთახი ანუ ხვდებით ისა ხომრობ ხოლმე რა ციგნების ბარონს მოეწონებოდა ის შვედი რემონტი ნამდვილად მე არ მომწონს ციტად ისეთი ჭყელაფერები უფრო მეტად ავირჩევდი ეხლა ჩემ ოთახს რო ვარემონტებდი მაშინ სად მქონდა ტვინი და რატომ მომწონდა ეგ ჭყელა ვარდისფერი კითხეთ მაგრამ ეხლა ძალიან მომწონს ეს რაღაცა უფრო მეტად თეთრი როა ყველაფერი ან რაღაცა ეს ნეიტრალური ფერი როა ყველაფერი და მე რაღაცა ეს ავიდით როა ლამაზებ მაგრამ ეს ავიდით რო არ არის ძალიან გადატვირთული და რაღაცა ჰარმონიული როა ყველაფერი აი ეგ რაღაცა ამ ბოლო დროს მომწონს ამ ბოლო დროს ხო 1-2 წელია ნეტა წინადად მომწონებოდა ესეთი რაღაცები ხა ჩემი თქვენაირი იქნებოდა ხო და ხა რაღაცა ისე მინდა მაგრამ ნახოთ როგორ იქნება ხა რაღაცა უფრო დამეხვეწა მე მგონი გემოვნება დასაცილო ხო მეტი არ მოგიყვეთ მეტი აფი არ მომხდა და რა მოგიყვეთ ხოლმე არ ვიცი გეფიცებით ეხლა თან ისეთი პერიოდია მე მგონი ყველა ცხოვრებაში რომ არც იქით ვართ არც აქით ვართ საერთოდ რა ხდება ნუ კი ხდება ეხლა სოფლიოში ცუდი ამბები მაგრამ მაგაზე ყველას არ გავამახვილებ ისეც გვიჭერენ ყველა მხრიდან ანუ Facebook-ზე შეხვალ და იქ ისეთ ამბებს წაიკითხავ რომ საერთოდ Facebook-ზე არ შევდივარ მარტო Messenger-ს ხსნი ხოლმე იქ შეხვალ ტელევიზორს ჩართავ და იქ საერთოდ რა ვიცი მე სამსოფლიო მიწყებაო და აი
უბრალოდ არ მინდა მაგ ყველაფერზე მეც რომ დაგიმატოთ. ამიტომ სოფლიოში რა მოვლენებიც ხდება, მაგას კი ვადევნებ თვალს, მაგრამ აღარ მოგიყვებით და აღარ დაგიმატებთ ამ საშინელებებს, მაგრამ ისე მოსაყველი დიდად არაფერი არ მაქვს ხა ისე მე თვითონ. საინტერესო რა ხდებოდა. თემუც რამდენი ხანი არ გამომიწერია, ეხლა უნდა გამოვიწერო. რაღაცა მომაწყო, საფხუს მოგემზადო. რაღაცები ავარჩიე, თან საღდგომოთ ნახე ძალიან დეკორაციები და გიჟდები ამ დებილობების გამოწერაზე და ვიყიდი ხა რაღაცებს. ხო და მე ერთი თემოს unboxing-დად მივცხებ ალბათ და ეგ იქნება. კი. ეგ იქნება. ეხლა მე დაიმშვიდობებით ამ ვიდეოს მივამონტაჟებ. რამდენადაც შევდრიპეს რო ვიტურება. ხო და დაგიდებთ ახლა ამ ვიდეოს. იმიტომ რომ რაღაცა რამდენიმე დღეა გებძებით ვფიქრობ ამ ვიდეოს გადაღებაზე და სულ ან ცუდი ამინდი იყო, ან დამეზარა, ან რაღაცა და ეხლა უბრალოდ რა ვიცი, სითხესეზე ვიყავი რა მეთქი. ძალიან მივატოვე ჩემი ხალხი, ჩემი სიყვარულები მეთქი და ჩემი YouTube-ი ძალიან მივატოვე მეთქი და ამიტომ შემოვედი. თან რაღაცნაირი ხასიათზე ვიყავი. ალბათ ვიდეოში ჩამჩნევთ. ცუდი არა. ხო და ამიტომ აქ ვარ. ხო, ეხლა და თუ ვინმე ისეთი მიყურებთ, ვისაც არხი არ გამოგიწერიათ, მაგრამ მიყურებთ. გამოიწერეთ რა. გთხოვთ. ხო და თუ უკვე დიდი ხანი ჩემი გამომწერი ხარ, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ძალიან მიხარია. ხა წავით. გყოთნით ყველას.